ახლა გეტყვით რამდენიმე საინტერესო ფაქტს ტრიგონომეტრიულ იგივეობებთან დაკავშირებით. კერძოდ, მოდი დავხაზოთ მართკუთხა სამკუთხედი. თუ ეს კუთხე იქნება 90 გრადუსი და ეს კუთხე იქნება ალფა და ასევე დავწეროთ კათეტებს, ეს იყოს A, სიგრძე მისი B და C. ხო, ჰიპოტენუზა ან ყველაზე გრძელი გვერდი მართკუთხა სამკუთხედში დავნიშნოთ C. მაშინ ამ კუთხის სინუსი განიმარტება როგორც მოპირდაპირე კათეტი გაყოფილი ჰიპოტენუზაზე, ანუ A გაყოფილი C-ზე. ამ კუთხის კოსინუსი განიმარტება როგორც მიმდებარე კათეტი გაყოფილი ჰიპოტენუზაზე, ანუ B გაყოფილი C-ზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იგივეობა არის, რომ სინუს კვადრატ ალფას დამატებული კოსინუს კვადრატ ალფა არის ერთი სტოლი. მაგრამ რატო გამოდის ერთი სტოლი? ერთი სტოლი გამოდის იმიტომ, რომ სინუს კვადრატ ალფა, ანუ აქ ალფას კი არ დაუწეროთ კვადრატი, უნდა დაუწეროთ სინუს კვადრატ ალფა, რომ სინუს ალფა ჯერ სინუს ალფას გულისხმობთ აქ. ეს იქნება a კვადრატი c კვადრატზე, კოსინუს კვადრატი იქნება b კვადრატი c კვადრატზე და ამ წილადების შეკრების შედეგად მნიშვნელში გვექნება ისევ c კვადრატი და ზემოთ გვექნება a კვადრატს დამატებული b კვადრატი, რაც პითაგორას თეორემის თანახმად არის ისევ c კვადრატი. და გამოდის c კვადრატი გაყოფილი c კვადრატზე, რაც არის ერთი სტოლი. ნებისმიერი კუთხისთვის იქნება ის 27 გრადუსი, 35 გრადუსი, 380 გრადუსი თუ რა, ნებისმიერ კუთხეს რასაც დავიღებთ, სინუს კვადრატს დამატებული კოსინუს კვადრატი არის ერთი სტოლი. ასევე ჩვენ გვაქვს აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იგივეობა, კერძოდ 1-ს დამატებული ტანგის კვადრატ ალფა არის 1 გაყოფილი კოსინუს კვადრატ ალფაზე. მაგრამ რატომ გამოდის ეს? მოდი შევამოწმოთ. ტანგის ჯერ არის ტანგის ალფა. ტანგის ალფა ამ სამკუთხედში განიმარტება როგორც მოპირდაპირე კათეტი გაყოფილი მიმდებარე კათეტზე, ანუ A გაყოფილი B-ზე, რაც მეორე რაოდენად შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც სინუს ალფა გაყოფილი კოსინუს ალფაზე. ანუ ტანგის კვადრატ ალფა იქნება სინუს კვადრატ ალფა გაყოფილი კოსინუს კვადრატ ალფაზე. ეს ერთიანი ჩავწეროთ როგორც კოსინუს კვადრატი გაყოფილი კოსინუს კვადრატზე და ამ წილადების შეკრების შედეგად ქვემოთ გვექნება მნიშვნელში ისევ კოსინუს კვადრატი და ზემოთ გვექნება კოსინუს კვადრატს დამატებული სინუს კვადრატ ალფა, რაც უკვე მიღებული იგივეობიდან ზუსტად ერთი სტოლია. ანუ ნებისმიერი კუთხისთვის 1-ს დამატებული ტანგის კვადრატ ალფა არის 1 გაყოფილი კოსინუს კვადრატზე, რასაც ხანდახან აღნიშნავენ როგორც სეკანტ კვადრატ ალფა და ეს სეკანტი ნიშნავს ზუსტად 1 გაყოფილი კოსინუს ალფაზე. კიდევ ერთხელ აქ იგულისხმება ნებისმიერი კუთხე და არა რაღაც კონკრეტული. და ასევე ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იგივეობა, კერძოდ 1 პლუს კოტანგის კვადრატ ალფა გამოდის 1 გაყოფილი სინუს კვადრატ ალფაზე, რადგან კოტანგის ალფა არის მიმდებარე კათეტი გაყოფილი მოპირდაპირე კათეტზე, ანუ b გაყოფილი a-ზე, რაც იგივეა, რაც კოსინუს ალფა გაყოფილი სინუს ალფაზე. თუ კვადრატში შევავა გვექნება ასეთი რაღაც, ამ ერთიანს ჩვენ ჩავწერთ როგორც სინუს კვადრატ ალფა გაყოფილი სინუს კვადრატ ალფაზე, ნიშნულში გვექნება ისევ სინუს კვადრატ ალფა და მრიცხველში ზემოთ გვექნება სინუს კვადრატს პლუს კოსინუს კვადრატი, რაც არის ერთი სტოლი და გვექნება 1 გაყოფილი სინუს კვადრატ ალფაზე. და ეს გამოდის კიდევ ერთი, რასაც ხანდახან ჩავწერენ როგორც კოსეკანტ კვადრატ ალფას, იმიტომ რომ კოსეკანტ ალფა არის 1 გაყოფილი სინუს ალფაზე. და თუ ჩვენ ამას შევამოწმოთ, ასევე რაღაც თქვა ერთ-ერთ რიცხვზე, კერძოდ თქვა ალფა გამიხვოთ 60 გრადუსი, დაგვიждდება რომ სინუს კვადრატ 60 პლუს კოსინუს კვადრატ 60 რა იქნება? სინუს 60 არის ფესვის 3 მეორედი. ეს რო კვადრატში ავა დაგვიждდება 3 მეოთხედი და კოსინუს 60 არის 1 მეორედი. კვადრატში შოვა დაждდება 1 მეოთხედი. 3 მეოთხედი და 1 მეოთხედი კი მართლაც მოგვცემს ერთიანს, ანუ ეს პირველი იგივეობა უბრალოდ ერთ-ერთ კონკრეტულ კუთხეზე შევამოწმეთ, კერძოდ 60 გრადუსზე. ეს პლუს ტანგის კვადრატ ალფაში, ტანგის 60 გრადუსის არის ფესვის 3 და 1 დამატებული ფესვის 3-ის კვადრატი იქნება 1 დამატებული 3, რაც არის ზუსტად 4. ეს 4 მართლაც არის 1 გაყოფილი კოსინუს 60 ხო 1 მეორედია მაგის კვადრატზე. იმიტომ რომ 1 რო გაიყოფა 1 მეოთხედზე, ეს 4-იანი ამოვარდება ზემოთ და გამოდის ზუსტად 4-იანი. ანუ ეს 1 პლუს ტანგის კვადრატ ალფას იგივეობაც სწორი გამოდის ამ კონკრეტულ კუთხეზე. რა შეეხება კოტანგეს 60, კოტანგეს 60 არის ტანგეს ხო არის ფესვის 3, კოტანგესი არის 1 გაყოფილი ფესვის 3-ზე. ანუ 1 პლუს კოტანგეს კვადრატი დაგვიждდება 1 პლუს 1 გაყოფილი ფესვის 3-ის კვადრატზე, ანუ 1 პლუს 1 მესამედი, რაც არის 4 მესამედი და მართლაც სინუს 60-ს რო ჩასვავთ ქვემოთ, 1 გაყოფილი სინუს კვადრატ 60-ში, აი ფესვის 3 მეორედს რო ჩასვავთ და a კვადრატით და x მე მაგაზე გაყოფთ, ზუსტად იგივე გამოდის, რაც 4 მესამედი. შესაბამისად რო შევაჯამოთ, დღეს თქვით, რომ სინუს კვადრატ ალფას დამატებული კოსინუს კვადრატ ალფა არის 1 სტოლი ნებისმიერი კუთხისთვის, ასევე 1 დამატებული ტანგეს კვადრატ ალფა არის 1 გაყოფილი კოსინუს კვადრატ ალფაზე და 1 დამატებული კოტანგეს კვადრატ ალფა არის 1 გაყოფილი სინუს კვადრატ ალფაზე, რაც ტრიგონომეტრიაში ალბათ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმულებია. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებების გისურვებთ.